მოდი თანამშრომლობის თანამშრომლობის ექსპერტი, კონსულტანტი. Atunci, asta se doi comunicației consultante. Ჩვენ უკვე წინასწარ ერთმანეთს არა ფორმალურად შეაძლოა საუბრებით ერთმანეთს ტელეფონით და უკვე საქმის გულში ჩვენ მოძრაობთ ასევე საქართველოში ტელეფონური მედიის წარმომადგენლებს. ეს არის ჩვენი სტრატეგიული გეგმა 2015 წელზე გაცვლილი და ჩვენი მიზანია გაგაცნოთ სტრატეგიული გეგმა, გავაკეთოთ პატარა პრეზენტაცია და რატომ მაგალითად თქვენთან იმიტომ რომ ჩვენი სტრატეგიული გეგმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი არის საკითხში ძალიან კარგად ვიცით რა ძალა აქვს ადგილებზე მედია საშუალებებს და ჩვენ გვესახება თქვენთან თანამშრომლობა როგორც ერთ-ერთი სტრატეგიული ამოცანა და ამ შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოება ეროვნული საარჩევნო კომისიის ზოგადად საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიული მოკავშირე საერთო მიზნის მისაღწევად რაც არის საამჩეულთან ინფორმირება სამოქალაქო განათლების ცოდნის ამაღლება და აქედან გამომდინარე ჩვენი ძალიან დიდი სურვილია რომ ძალიან დიდი სურვილია რომ ჩვენ თანამშრომლობა იყოს ამიტომ თავი იდეები გვაქვს და ამაზე უფრო კონკრეტულად რატომ კაისაუბრებს მადლობა დიდი მადლობა რომ ასეთ შეწყვეტით და მოგზავნით ჩვენთან შეხვედრაზე ივლისის თვეში თავმჯდომარესთან ერთად გახდით მეც და იყო შეხვედრა ატარებდა ეს უფრო ზოგად ხასიათს ეს თან მარტო მედია არის თქვენ პარტიების და სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ახლა მაშინ ზოგადად მიმოვიხილეთ სტრატეგიული გეგმის პროექტი, მაშინ პროექტის სახე ჰქონდა. ახლა ამას უკვე საბოლოო სახე აქვს და მე მინდა კიდევ ერთხელ გავიარო ჩვენ ეს დოკუმენტი და კონკრეტულად გავიაროთ რეგიონულ მედიასთან ურთიერთობის კონტექსტში. ჩვენ საერთოდ გადავწყვეტთ ესე რომ სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფთან, სხვადასხვა საარჩევნო პროცესში ჩართულ ჯგუფთან ესე მიზანმიმართულად ვიმუშაოთ. მათ შორის რა თქმა უნდა მედიასთანაც, მაგრამ ცალკე გვინდა გამოვყოთ რეგიონული მედია, იმიტომ ცენტრალური მედია ასე ვთქვათ კალკულაციაზე პრიორიტეტულ მდგომარეობაში ყოფნა და პირდაპირ შეუძლია კონდეს შეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და ამიტომ მისთვის უფრო მარტივია და თვითონ ის ასე ვთქვათ კალკულაციური დისტანცია რაც არსებობს საარჩევნო ადმინისტრაციასა და რეგიონულ მედიას შორის ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს მაქსიმალურად უნდა შევამციროთ და უფრო ახლობდა ასე ვთქვათ ეფექტური გავხადოთ ორმხრივი კომუნიკაცია რეგიონული საარჩევნო ადმინისტრაციის შორის. ეხლა ჩვენ გველოდება 4 არჩევნები. 2012-ში ეს არის პარლამენტის და რესურსების საბჭოს არჩევნები, 2013-ში ეს არის პრეზიდენტის არჩევნები და 2014-ში არის თვითმმართველობის არჩევნები, სამს კასკადიან მთელი. თავისთავად ცხადია, ეხლა ეგ უკვე საარჩევნო პერიოდებში არავის არ ცალია პრინციპული რაღაცების შესაძლებლობა. თუ ამის მზადება გვინდა და ძირითადი მიმართულების განსაზღვრა გვინდა, ეს ეხლა უნდა გავაკეთოთ. მე უკვე ყოველდღიური რუტინა იქნება უბრალოდ საკეთებელი და მათ შორის ის იგივე თანამშრომლობის ფორმებიც აი ამ პერიოდში უნდა ჩაისახოს და შეიქმნას, რაც შემდგომ მე ეფექტურ ასე ვთქვათ შედეგს მომდებს. მოდი ზოგადად გავყვები ახლა მეტრადით ის სტრატეგიული გეგმის საერთო მონაკვეთს, ასე ვთქვათ, დიდად არ გადავკვირთ, იმიტომ რომ არის ზოგიერთი პუნქტები, რომელიც უშუალოში და ორგანიზაციულ საკითხებს ეხება, რაც ახლა ახლა ასე ვთქვათ მენეჯმენტის პროცესში რუტინული ყოველდღიური საქმიანობა. შეიძლება ვისაუბროთ უკვე კონკრეტულად სხვადასხვა პუნქტები რა მიმართებაშია რეგიონულ მედიასთან. დავიწყოთ ზოგადად იმით, რომ ახლა როგორც ყველა სტრატეგიული გეგმა ისიც ზოგადი დოკუმენტია კონკრეტიკაცია, მაგრამ ეს არის განსაზღვრული ძირითადი მიმართულება. რა და როგორ უნდა მოხდეს. აგებულია სტანდარტული სქემით, როგორც მისია, ხედვა, სამუშაო პრინციპები და ასე შემდეგ. და სტრატეგიული მიზნები. საარჩევნო ადმინისტრაცია ზოგადად ძირითად პრობლემას, თავად პრობლემას, როგორც საკუთარი თავისთვის ისე საარჩევნო გარემოსთვის მთლიანად თulis ნდობის დეფიციტს საარჩევნო პროცესის მიმართ. ჩვენი ასე ვთქვათ შედეგი, ჩვენ ჩავთვლით რომ რაღაც გარკვეულ შედეგს მივაღწიეთ, მას შემდეგ რაც იქნება რაღაცა საგრძნობი ცვლილება ამ საკითხში. ნდობის საკითხი ასეთი ასე ვთქვათ
საეჭვო აღარ იქნება, როგორც ბოლო პერიოდი რაც არის. ჩვენ ძალიან კარგად გვესმისო რეპუტაციის გაფუჭებას, რამდენიმე წუთი ყოფნის და მე ნდობის აშენებას წლები ჭირდება და ძალიან დიდი შრომა და თვითონ საარჩევნო ადმინისტრაციამ ზართაის რომ ამ მიმართულებით სერიოზულად გაისარჯოს. ამიტომ მისიაში მთავარი ამოცანა არის ასე ვთქვათ, პირდაპირ ასე ჟღერს, რომ არჩევნები გაიმართოს სამართლიანობის პრინციპებისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით და ემოდულობა დაუნსჯერებს და სხვა დაინტერესებულ ქარებს ქონდეს სრული ნდობა არჩევნების შემდგომ. ეს ისე ნდობის გარშემო მტრიალად ანალოგიურად არის ორგანიზაციის ხედვაზე, როგორ ხედავს თავის თავს 2015 წელს. ზუსტად ისე, როგორც ავტორიტეტული საჯარო დაწესებულება, რომელსაც საზოგადოების ნდობა. ორგანიზაციის სამუშაო პრინციპებზე 2 სიტყვით გეტყვით, ეს უკვე უახლოვდება თქვენთვის აქტუალურ თემებს. პირველი პრინციპი გახლავთ გამჭვირვალობა, საჯაროობა და ანგარიშვალდებულობა. საარჩევნო ადმინისტრაცია მნიშვნელოვნად თulis, რომ მისი საქმიანობა იყოს ინფორმაცია მისი საქმიანობის შესახებ ხელმისაწვდომი და ზუსტად ჩვენი შეხვედრები ემსახურება ისეთი კონტაქტის დამყარებას, რომელიც თქვენ გქონდეს შესაძლებლობა ინფორმაცია მიიღოთ პირველი ხელით, პირდაპირ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან და არა სხვადასხვა სააგენტოების გავლით, რომელიც შეიძლება უკვე გარკვეული დეფორმაცია მიღებული ინფორმაციის კეთილი ძამდება. პირდაპირ შეიძლება კონტაქტი იქონიოთ ამასთან, მხოლოდ პირდაპირ მიიღეთ პრესალიზებს, ბიულეტენებს, ნებისმიერ სიახლეს, რაც კი ვთქვათ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას ეხება. ანგარიშვალდებულება ერთ-ერთი პუნქტი გვიწერია, ანგარიშვალდებულება საქმე იმაშია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას ეს უფროსი აჩვენებს. ოფიციალური უფროსი არ არსებობს. როცა არჩევნები ჩაივლის, იმისი ანგარიში უნდა გაუგზავნოს პარლამენტს, ეს არის ვალდებულება კანონით და მეტი არაფერი არ უნდა ვერ მოგვითხოვს აბა როგორ იმუშავებს. თუმცა ჩვენი დამოკიდებულება ისე პერიოდული ხასიათი ანგარიშგებას უნდა გქონდეს, იმიტომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, როგორ მუშაობს საარჩევნო ადმინისტრაცია, რას ფიქრობს, რას აკეთებს, რას გეგმავდა და რა შედეგებს მიაღწევს. როგორ უნდა გაიგოს საზოგადოებამ თუ არა მედიის საშუალებით, ხო? მეორე პრინციპზე გაუსვერდი ხას მე ეს არის დამოუკიდებლობა და მიუგრძელებლობა. ასეთი მომენტი გახლავთ ის საარჩევნო ადმინისტრაცია თავის თავს მოიაზრებს როგორც დამოუკიდებელ აქტივს. ეს არის რომელსაც არც პოლიტიკური პოზიცია აქვს საკუთარი, რაც იმის სიმპათია ანტიპათია. გასულ არჩევნების თქვენს მიაქციეთ რომ ესეთი შემთხვევა რომ საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ვინმესთან ყოფილიყო საჯარო დებატებში ესეთი რამე უბრალოდ არ ყოფილა. ესეც ჩვენი მიზნამიმართული საინფორმაციო პოლიტიკა. საჯარო დებატებში საარჩევნო სუბიექტები და საარჩევნო არ შევიდეთ. იმიტომ რომ საჯს და მოთამაშეებს საკამათო არაფერი არ არის. პოლიტიკური პოზიცია თავისი საარჩევნო ადმინისტრაციის არ გააჩნია. თავდაცვის საკითხებზე და სოციალური ზრუნვის საკითხებზე ვერ ილაპარაკებს, ხო? საკამათო შეიძლება თუ არის იყოს მარტო პროცედურული საკითხები, ისი განხილვა ძალიან იურიდიულ მუხლებში, კანონების მუხლებში კრიტიკამდე მიდის, რაც არასოდეს საჯარო დებატების თემა არ არის ეს ასე არავისა იურიდიული განხილვა არ არის საინტერესო არ არის ტოქ-შოუ გამოვა და და ამიტომ ასე ვთქვათ ჩვენი მიდგომა იქნება ასე ვითამაშოთ არბიტრის როლს, არ გვექნება წინასწარი პოზიცია და არავის ზემოქმედების ქვეშ არ იქნება. და მესამე ფაქტორი მინდა ამას უფრო ცოტა მეტი დაუთმო, ეს არის კანონის უზენაესობა. ეს შეიძლება გავიკვირდეთ რატო რა, ну ეს ხო ჩვეულებრივი ამბავია. გეტყვით როგორც არის. საქმე იმაში გახლავთ, რომ უნდა ადამიანს თუ არ უნდა სახელმწიფო დაწესებულებას უნდა თუ არ უნდა ეს კანონს ჩასწრებინა ვერანაირად ვერ გამოვა. მეორე მხრივ პრაქტიკულად ყველა კანონის მიმართ ამ არ არსებობს ასეთი კანონი, სადაც საზოგადოების რაღაც ჯგუფს მაინც რაღაცა უსამართლოდ არ ეჩვენებოდეს. 100% ყველაფერი სამართლიანია, ასეთ კანონი ალბათ, ну, რა შეიძლება იყოს, იმიტომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. თუ 100% ყველა ეთქოს, რომ სამართლიანია და ჩვენ მოვითხოვთ იმ ტერიტორიებს. მაგრამ საგადასახადო კოდექსში, სამოქალაქო კოდექსში, თქვათ, რა ვიცი, იცის შესახებ კანონმდებლობაში თუ საარჩევნო კოდექსში ვიღაცას რაღაცა არასამართლიანად მოეჩვენება. მაგრამ მიუხედავად ამისა, საარჩევნო ადმინისტრაცია იძულებული იქნება გააკეთოს ის, რაც კანონში წერია, თუნდაც ცალკეული წევრი, თქვა CSK-ს ნებისმიერი სახსად იაღებული წევრი, რომ თუნდაც ეს რაღაცა უსამართლოა. აი მაგალითად, უშუალოდ მედიასთან კავშირში არის უფასო სარეკლამო დრო საარჩევნო პერიოდში. თქვენი კოლეგები, ну, პრაქტიკულად უკვე უახლოვდებიან როგორც ჩანს იმ განწყობას, რომ რაღაცა ერთიანი მასობრივი აქცია ჩაატარონ საპროტესტო, ну, გულისხმობ პროფესიულად, ვთქვათ.
აი მაგალითად თელავში მოხდა ეხლა ვარჩევნები ოქტომბერს არ მიიღეს ფასიანი შეკვეთა სარეკლამო დროზე შესაბამისად არ წარმოუშვათ ვალდებულია უფასო სარეკლამო დროზე. საერთოდ არ გააშუქეს. ეს ასე როგორც ჩანს საქმე მიუხედავად ამისა ეს ასე რჩება რა. საერთოდ თავმჯდომარეც ინტერვიუში ამას ამბობს ეს ხო წევრებშიც ეს აზრია. ეს არ არის სწორი, რომ ასე კომერციულ ტელევიზიებს ესე როცა ამდენი საარჩევნო სუბიექტი ყველაზე სათითაოდ ამდენი უფასო დროის მიცემა იმ ტელევიზიას უმღერს თავის სამუშაო გრაფიკს, ხო? დამშა რომ მოხდეს ფაქტი თქვათ. რომელიმე ტელევიზიამ ჯერ მიიღოს ფასიანი რეკლამა. მე უარი მაქვს უფასოს, ხო, იძულებული იქნება ეს ხო დააჯარიმოს. აი ეს არის მაგალითი, მაგრამ ნუ ეს არის რეალობა რა. რომელსაც უბრალოდ ვესად ვერ გავიქცევთ. ეხლა თქვენს ნებართვით გადავალ სტრატეგიულ მიზნებზე, სადაც უფრო მივახლოვდებით ჩვენი ასე ვთქვათ თანამშრომლობის საკითხებს. ხო, ბოლოს ესთიან მე ვისაუბროთ ისე რა. დიალოგის რეჟიმში მალე მოხდება ამას. პირველი მიზანი გახლავთ საარჩევნო ადმინისტრაციის მოდერნიზაცია, რაც როგორც თავში გითხარით, ძირითადად ეთმობა უფრო შიდა ორგანიზაციულ საკითხებს. თუმცა აქ არის ისეთი მომენტები, როგორც ვთქვათ ადამიანური რესურსების განვითარება. ან მაგალითად თქვენ დაგაინტერესებთ ალბათ ვთქვათ როგორ სამუშაო პირობები აქვს საოლქო საარჩევნო კომისია. ვთქვათ ახლა იქ ამბიობის შენობაშია ეს ოზურგეთის საარჩევნო კომისია, რომელიც აქედან უნდა გადავიდეს. პრინციპულად დაახლოებით შეთანხმებულიც კი საქმე გადავიდეს, დაბალაკია რაღაც მინიმუმში თანხების გამოყოფაზე და გადამოგვიდეს და ნორმალური საარჩევნო სამუშაო პირობები იყოს. ამას ხას უსწავლ, იმიტომ რომ მნიშვნელობას ვანიჭებთ, როცა ქვეყანა არის კალკულმარიაში, როგორც თქვა, ყველაფერი დაქცეული იყო და ვთქვათ, არავის არაფერი არ ჰქონდა, ასე საჯარო დაწესებულებას, მაშინ შესაბამისად საარჩევნო ადმინისტრაციის ოფისებიც ისეთი იყო, როგორიც იყო. დღეს, როდესაც ყველა საჯარო დაწესებულებასაც ნორმალური და საკმაოდ რესპექტაბელური სამუშაო პირობები აქვს, სასამართლოს, პატრონის, სამოქალაქო საჯარო საარჩევნო ადმინისტრაცია არ შეიძლება გამოიყურებოდეს, ვთქვათ, არარესპექტაბელური. ამას ნორმალურს ნორმალური საარჩევნო პირობები ეს აქედან ჩანს დამოკიდებულება არჩევნების მიმართ. იგივე თქვენთვის მედიისთვის ძალიან საუბრობთ ზუსტად თქვა და საოლქო კომისია ხილავდეს რაღაც საკითხს საჭირო დამკვირვებლებიც არიან ჟურნალისტები არიან კამერებით და რაღაცა მიტინგრუმი ხომ უნდა იყოს სადაც ეს ყველაფერი კამერაც იმუშავებს ისიც იმუშავებს და ადამიანები როცა თავზე აზიან ერთმანეთს ხარ იქ ხალი ხალხმა გადაწყვეტილება აქვს ისა ხო სერიოზული არჩევნები იმ მომენტში წყდება იმ წამებში წყდება ყველა ხვალებ და ზედ მაგას აღარ ხო აი ეს რაღაცა ნორმალური სახე უნდა ქონდეს ამ ყველაფერს ამიტომ ჩვენ ამ საკითხს პრინციპულად ვაყენებთ და მეორე თემა მაგალითად ადამიანური რესურსების განვითარება რაც გულისხმობს სხვადასხვა კადრების გადამზადებაში საარჩევნო ადმინისტრაციაში ესეთი შეიძლება განვიხილოთ თვითონ საოლქო საარჩევნო კომისიებში ისეთი ადამიანის მომზადება ან წევრებიდან ან ახალი შტატის აყვანა რომელიც ექნება ცოდნა და უნარები მედიასთან ურთიერთობაზე. ლოკალური პრესპიკერის მსგავს რაღაცა, იმიტომ რომ ეს ჩვენ ამის საჭიროებას კრიტიკულ აუცილებლობას ხედავთ. რატომ? როცა არის საარჩევნო პერიოდი. განსხვავებით იგივე სხვა საჯარო დაწესებულების მოხელეებისგან, ხო? აქ დრო პრაქტიკულად არ არის. ვთქვათ, საჯარო რეესტრის რომელიღაც თანამშრომელს რაღაცა თუ შეეშლება ხვალგამოხსნას. და თავის ცოდნას ამითი ნელ-ნელა პრაქტიკაში დახვეწებს, ხო? საარჩევნო პროცესში ეს დრო არ არის. არჩევნების დრო არის ერთი დღე, იქ ხვალე არ არსებობს. იმ დღეს უნდა მოხდეს ყველაფერი. ამიტომ საარჩევნო კომისიის წევრს და თავმჯდომარეს იმდენი რამე აქვს თავში, იმდენი პრობლემა აქვს საფიქრად, ეხლა ტელევიზორში როგორ გამოვიყურები, ხო, ეგ მაგის ფიქრის დრო ან დარჩება, ან არა. ამიტომ ადამიანი, რომელიც მუდმივად მზად არის და მუდმივად შეუძლია სახეებს თვითონ საარჩევნო ადმინისტრაციის ყვარსთი ადამიანის არსებობა არის მნიშვნელოვანი. ამას ასე ვთქვათ, ეს იდეის დონეზე ეს მართლა გვაქვს ფიქრობ და ეს უნდა გავაკეთოთ მომავალი არჩევნებისთვის. ეს დაახლოებით რაც ადმინისტრაციის მოდერნიზაციას ეხებოდა თუ რაც შედის ტექნიკური გადაიარაღება, ეს არის რაღაცა იმაზეც კი არის საუბრები, რომ მაგალითად ახალ სხვანაირი კაბინეტი შევიძინოთ, რომელიც იქნება კომპაქტურად დასაკეთში და ადვილი იქნება შენახვა, თორე ახლა ძირითადად უბნებში რაც კაბინეტია, ეს არის რკინის კონსტრუქციები ფართებით. რომელიც შენახვა ძალიან რთულია, ფიზიკურად უნდა წაიღოს, ამოიღო ტრანსპორტი გჭირდება 1000 რაღაცა. კაბინეტი რომელსაც დაკეცავდა ერთ ოთახში, რომელსაც შეინახო, რაც სასაწყობებელი ფაქტი გჭირდება და არაფერი იგივე არის უთების, რომელიც ერთმანეთში იქმნება ისეთი. არის ეგეთი
ასე ვთქვათ, შესწავლილი სოფლიო პრაქტიკა და არის უამრავი ესეთი საშუალება. გადავალ მეორე მიზანზე, რომელიც უკვე უფრო ახლოს გომია, ასე ვთქვათ, თქვენ თემატიკაზე, ეს გახლავთ დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა. მოგთხოვთ აი მეშვიდე გვერდზე ნახოთ ეს წრეები ხარია. ეს არის დაინტერესებული მხარეები, ანუ ის ჯგუფები, რომლებიც შეხებაში არიან, ანუ უშუალოდ ჩართული არიან საარჩევნო პროცესში. აქ ცხადია თქვენ ხედავთ მედიასაც, მაგრამ აქ არის ბევრი თქვა დამკვირვებლები, ამორჩეველი თვითონ რა თქმა უნდა, როგორც ზოგადი ერთიანი ჯგუფი, რომელიც შეხებაშია საარჩევნო პროცესთან, ეს მთავარი ჯგუფიც არის ამორჩეველი. არის უფრო კონკრეტული ჯგუფები, ხო? ჩვენ ვფიქრობთ, რომ გარკვეული მიმართებები გქონდეს ყველა ამ დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის ჩვენი შეხვედრა ამას ემსახურება, იმიტომ რომ ესე ზოგადად ვაკეთებ და დანარჩენებმა ვიცით თუ არ ვიცით თქვენი პრობლემა არის არ არის სწორი მუშაობა რა. ჩვენ როცა რაღაცას გეკმავთ, ხო? ამის შესახებ იმ მხარეს უნდა ვესაუბროთ, ვისაც ეს შეეხება.